მოგესალმებით მეგობრებო, ქუთაისში ვარ. დღეს უნდა გადავიღო კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი, ტორპედო ორდაბასი. საინტერესო მატჩი გველოდება და რა თქმა უნდა დეტალურად განახებთ ყველაფერს. თხოვნა იქნება, ვისაც არ გაქვთ არხი გამოწეროთ, გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ეს ვიდეო და დაწეროთ კომენტარები. მიდი დაეხმართ ახსნ განვითარდეს. დავიწყეთ. რას ფიქრობ დღეს რა ანგარიშით მორჩება? 3-0-ან 2-0-ს მოვიგებთ უეჭვე. გოლს არ გავუშვებთ. ფიქრობ 1-0 ან 2-0 ტორპედო მოიგებს. ბევრი გოლს არ ველოდებ მაინც. ახალი გუნდია უფრო ახალ შეთამაშებული და მაინც ფიქრობ რომ ნაკლები გოლი გაქვს. 3-1 უეჭველი ვიგებთ. 3-1 რა უეჭველი ყველა ვარიანტში. 2-1 მოვიგებთ. 3-1 შენ? 2-1 მოვიგებთ. 3-4 წავაგებთ. მეგობრებო, ეხლა უნდა მოგიყვათ ძალიან მაგარი ამბავი. აქ რომ მოვედი, მე მომიყვეს რა. გუშინ ტორპედოს კომაგემა რომ გაიგეს მოწინააღმდეგე გუნდი, რომელიც სასტუმროშიც გაჩერდნენ, მივიდნენ და თელი რამე ნახ მაურობდნენ, რომ მოწინააღმდეგე გუნდს არ დაეძინა კარგად. ანუ ისეთ გვამით ამით რა, წამოვიდეთ გულშემატკივრებმა ეს ერთი ნაბიჯი გადადგეს დღეს, სტადიონი გაივსება ბოლომდე. ჯუნგლები როგორც ყოველთვის ბოლომდე ხარ დაუჭერენ თავიანთ საყვარელ გუნდს და აქედან მოდის მოგება. და იმედი მაქვს, მე იმედი მაქვს, რომ დღეს ტორპედო იმ ფეხბურთს ითამაშებს, რომელიც ჩვენ გვინდა რომ ნახოთ. Aplodismentele calmele, Torpedo თავიდან შეხვდა გუნდი. მოგება გვინდა, მოგება, თანაც საკმაოდ კარგად.
მეგობრებო, 18 წუთზე კაი ჯარიმა დაინიშნა და ვნახოთ აბა რას იზავენ. რას იზავენ რა, გოლი გვინდა, გოლი. არა, კაი გოლი გამოვიდა. ეგა 30 წუთზე გოლი გავიტანეთ. მეორე გოლიც გვინდა აუცილებლად, იმიტომ რომ რაც პირველ ტაიმში უყურებ, ესეთ ფეხბურთით არ გამოვა რა, მეორე გოლიც გვინდა აუცილებლად. ძალიან მალე გავუშვით გოლი რა, თანაც კაი გოლი გაგვიტანეს. აბარა, ორი. ეგრე რა იყო ჩემი დამატყუჭეს ნერვები. 2-2. No. მეგობრებო, პირველ ტაიმი მორჩა 2-2. რა ვიცი, რა გითხრათ, ვერაფერს ვერ ვამბობ, იმიტომ რომ კარგად დავიწყეთ, მერე აურიეთ, 2 ბურთი გავუშვით. ბოლო წუთებზე გავიტანეთ გოლი, კი ნახეთ ყველაფერი, მაგრამ არ ვიცი, რა გითხრათ, დაწერთ რა კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ. გამოიწერეთ არხი. პირველ ტაიმი რაც იყო, კაი. დავანებოთ თავი. 2 გოლი მინდა, 2. მეგობრებო, 66 წუთია და შემოვიდა 2 ფეხბურთელი. და მე მგონი არ ერთ-ერთი გაიტანს გოლს. კოხრაიძე და გუდუშაური შემოვიდა. მიდით ბიჭებო რა, მიდით უეჭველი ვიგებთ. და მიდით გოლი გვინდა რა. სამწუხაროდ 3-2 ვაგებთ. რავი, რა გითხრათ? პირველ ტაიმშიც იგივეს ვამბობდი, რა გჭირთ, გამაგებინეთ რა. მართლა არაფერ გუნდს ვეთამაშებით. აი ესეთ გუნდებს რომ აგრძნობინებთ, რომ ფეხბურთის თამაში იციან, აი ეს არის პრობლემა რა. არაფერ გუნდს ვეთამაშებით, რეალურად ერთი თავით წინა ვართ. ეგრე რა აღმაურდა სტადიონი, მიდით. Иди помочь! Სამი მე 80 წუთი, 10 წუთი დაგვრჩა. მიდით რა, უნდა მოვიგოთ, მიდით. მიდი. და ვოიმე რა მომენტი ქონდა. 83 წუთია, გეძმით ხმა. გუდუშ, მიდით. ეგა. ვოიმე, ჩემით. შემოვიდა და გამოაცოცხლა თამაში. ბოლო წუთზე კუთხური დაინიშნა.
Sakishati, 4-3. აუ, კაია რა. აი, მომენატრა, ესეთ გიჟი თამაშები რა, მომენატრა. ძალიან დაძაბული მატჩი იყო. კარგად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ რაღაცა პატარა შოკი ვითქონდა, სადაც ორი ბურთი გაუშვით, რა ძალიან სამწუხარო იყო, მაგრამ ალბათ ბოლოს არ მახსენდება ესეთი კამბექი ევროტურნირებზე ქართული გუნდის შესრულებით და ეს ძალიან საამაყოა. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო შეკრებილ გულშემატკივრებს, რადგან მათ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ ჯერ ეს პირველი ეტაპი იყო, ჯერ არაფერი დასრულებული არ არის, ყველაფერი ერთ კვირაში გაირკვევა უკვე ყაზახეთში. და ჩვენ ამისთვის მოვემზადებით, ეს მატჩი უკვე წარსული არის, ძალიან კარგია რომ მოვიგეთ და ეხა ყველაზე მთავარია უკვე მომდევნო კვირაში რას ვიზავთ განმეორებით მატჩში. კიდევ ერთხელ ულოცავ თელ ქუთაისს ამ გამარჯვებას. ეს ეხა დღევანდელი თამაშიდან ძალიან დაცლილი ვარ, აი ემოციები თითქმის აღარ მაქვს, აღარ შემჭა არაფერი, არც ენერგია, არც ემოციები. სრულიად დაცლილი ვარ. მქონდა შეცდომები. პირველ ტაიმში და მეორე ტაიმშიც გოლები გავუშვით. ვფიქრობ გამარჯვებას ვიმსახურებდით იქიდან გამომდინარე, რომ გუნდი არ დანებდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელ თამაშში ვაჩვენეთ ხასიათი, რომ ტორპედო არასდროს არ დანებდება ნებისმიერ ანგარიში. და მოხარული ვარ ამ გამარჯვებით, თუმცა ვიტყოდი, რომ მხოლოდ პირველი ნახევარი მორჩა, ყველაფერი გადაწყდება ყაზახეთში, განმეორებით შეხვედრაში, დღეს არაფერი არ მორჩენილა, დღეს კი ვიზეიმეთ, ყველას გაგვიხარდა გამარჯვება, თუმცა ეს გამარჯვება არაფერს არ ნიშნავს, თუ იქ არ გავიმარჯვეთ დასკვნით შეხვედრაში უკვე ყაზახეთში. კაპიტნის სამკლაური? კი, რა თქმა უნდა, ორმაგად ესე ვთქვათ, საპასუხისმგებლო იყო ჩემთვის ეს წოდება, ქუთაისის ტორპედოს კაპიტნობა, არ არის მარტივი და ესე ვთქვათ ადვილი, იქიდან გამომდინარე, რომ ტრადიციული გუნდია, ტიტულოვანი გუნდია და ყოველთვის რთულია ასეთი გუნდის კაპიტნობა. მე ვეცდები კიდევ ერთხელ ვამბობ, ღირსებით ვატარო, გავუძღვე ჩემ გუნდს და ყველა თამაში მაქსიმალურად დავიხარჯო როგორც მე, ისე ვეცდები რომ ყველა ფეხბურთელს მაგისთვის მოუწოდო, რომ ბოლომდე დაიხარჯონ როგორც მინიმუმ.
პირველ რიგში გუნდს მიულოცავ გამარჯვებას 2-3 დღის განმავლობაში. ყოველ წამს იგრძნობოდა ქალაქში, რომ მნიშვნელოვანი თამაში მოდიოდა, მიულოცავ მათ, ჯერ არაფერი არ არის დამთავრებული, მეორე თამაში წინ არის, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მთელი გუნდი, ვინც დაიწყებს, ვინც არ დაიწყებს, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და შევეცდებით ყველაფერს, რომ გავიდეთ შემდეგ ეტაპზე. რაც იქნება და როგორც იქნება, ვნახავთ მეორე მატჩი. რაც შეეხება მწვრთნელის დავალებებს, იყო რაღაც დავალებები. ნახეთ ჩვენ მათი სუსტი მხარეები, ძლიერი მხარეები, ასევე ალბათ იმათაც ნახეთ ჩვენი სუსტი მხარეები, ძლიერი მხარეები და ვინც დაიწყო, ვინც არ დაიწყო, ყველა ერთი მიზანი ქონდა, რომ გაგვემარჯვებინა. მნიშვნელობა არ ქონდა დღეს რა ანგარიში დამთავრდებოდა, თავარია მეორე თამაშს ასვიზავ და როგორ დამთავრდება რა. მეგობრებო, კი ნახეთ რა მაგარი მატჩი გამოვიდა, 4-3 მოვიგეთ. რა ვიცი, გულახდილად რომ გითხრათ და თქვენთან რომ ყოველთვის გულახდილი ვარ, კი იცით, თამაშის თვითონ, თამაშის ხარისხი არ მომეწონა და მოსამატებელია აუცილებლად ტორპედოს, მაგრამ ის ემოცია, ფეხბურთი რის გამოც მიყვარს, ის ემოცია მივიღე. ავით, ბევრი ვერაფერს ვერ გეტყვით, დაწერეთ კომენტარებში, გამიზიარეთ თქვენი ემოციები. თხოვნა იქნება, ვისაც არ გაქვთ არხი გამოწერო, გამოიწეროთ არხი და ეკოთ ეს ვიდეო და დაწეროთ კომენტარები.